ანუ პირობითად ვიღაცა ტიპი გრეჩი ხას ყიდის ციციბურას და 2 ლარად რატო ყიდი ლარის მაგივრად, ხო? ნუ ეს არის შინაარსი. კი. და ბაზარი არ არის, ეგ პრეტენზია სწორია ხელოვნურად გაბერილი ფასებია. უბრალოდ მაგის თემაზე რატო გახდა საჭირო სუსი? ნუ როგორ ჩანს, ჩვენ ქვეყანაში ხო ახლა თლად ისე არ არის, რომ აი იცით რა რაცა სახელმწიფოებრივი გაწერილი სტრუქტურული შინაარსი რას როგორც აქვს, ეგრე მუშაობს მართლა აპარატი. ჩვენთან ხო ეგრე არ ფუნქციონირებს, ჩვენთან ფუნქციონირებს ისე რომ ნუ აი რაღაც თუ რეალური ქმედება საჭიროა ძალის დემონსტრირება. ალბათ პიარისთვის. და პიარისთვის და ძალის დემონსტრირებისთვის. ხა რეალურად ახლა ფინანსური პოლიცია შევიდა კი ჟღერს, მაგრამ უფრო ჟღერს თვითონ იმასაც უფრო ეშინია, ხო? ანუ იმას გული უფრო გაუსკდება, ეგ არის ლოგიკა. ხალხიც უფრო აღიქვავს ისე რომ მართლა რაღაცა ახლა გადამწყვეტი ზომების მიღება მოხდება. ეგრე ხდება ახლა ჩვენთან უკვე ეგრე ფუნქციონირებს. ანტიკორუფციული გვაქვს საერთოდ? ანტიკორუფციული გვაქვს და ანტიმონოპოლიური. ეგ ანტიკორუფცია. სხვათა შორის ეგ ერთ-ერთი თემაა, რაცაც ჩვენ განვიხილავთ. ჩვენ გვერდს ეგ ანტიკორუფციული სამსახური იქნება, როგორი სამსახური იცი? აი ყველაზე თავისუფალი დრო რომ ჩვენი პარტია გაუქმდა ანტიკორუფციული სამსახურის მიმართვის საფუძველზე. აი ეგაა მაგის ფუნქცია. კაი, ნუ ნახე, შეიძლება ანტიკორუფციული იმდენად არ ეხებოდეს, იმიტომ რომ აქ კორუფციის თემა არ არის, აქ არის კარტელური გარიგება. მოდი მაგ კარტელურ გარიგებასაც ორი სიტყვით ავხსნე, რას ნიშნავს? აი დავუშვათ ჩვენ 4 რო ვიყოთ ახლა საქართველოში სასურსათო ქსელების წარმოადგენლები, ანუ ირაკის დავუშვათ რაღაც 20% კონდეს, გიორგის 40 და ნუ შორთასაც რაღაცა დავუშვათ 20 და ნუ მოკლედ აი მთელი ბაზრის დიდ ნაწილს ვაკონტროლებთ რა. ეხლა თეორიაში აი გირჩს რო ძალიან უყვარს თავისუფალი ბაზრის თეორიით, ხო? ჩვენ უნდა შევიდეთ ერთმანეთთან კონკურენციაში და უნდა ვიჩალიჩოთ, რომ აი დავუშვათ ირაკლი რო კარტოფილს ყიდის დავუშვათ ლარად, მე აი ძალიან მოვინდომებ, რომ 80 თეთრად გავყიდო, რომ ირაკლიზე მეტი გავყიდო, მაგრამ რეალობაში როგორ ხდება? თავისუფალი ბაზარი ეგრე გამოიყურება. თან საინტერესო ეგრე ატყუებენ ხალხს. პრაქტიკული მაგალითი, აი პრაქტიკაში ხო ხდება, რომ ეს 4 კაცი დავждები და გამარჯობა, როგორ თან ნათესავები ვიქნებით დიდი ალბათობით და ერთი პარტიის შემოწირულები და ბიჭო, მოდი რა, ეხა ერთმანეთი რატო ვაწვალოთ, ხო? შენც კარტოფილს ყიდე ეს ხალხი მაინც ჩვენს სუპერმარკეტებში. მოდი რა, შევთანხმდეთ, რომ კარტოფილი ღირს 2 ლარი. შენც 2 ლარად გაყიდი, მეც 2 ლარად გავყიდე, მაგას ვქო კარტელური შეთანხმება. სულ ყველა შევთანხმდით, რომ ამ ფასზე დაბლა არ წევთ. ხო და აი ეგ მაინტერესებს, ანუ აი თავისუფალი ბაზრის ადეპტების ის მაინტერესებს პასუხი. გეტყვი. ხო, ანუ აგერ გვაქვს კონკრეტული მაგალითი. მაგალითი, რომელიც აი რაზეც ისინი გვიმტკიცებდნენ, აი თავისუფალი ბაზრის ადეპტები გვიმტკიცებდნენ, რომ აი თუ ჩვენ მიუშვებთ აი ამ მსხვილ კერძო ბიზნესმენებს, ისინი ერთმანეთთან კონკურენციაში შევლენ და კონკურენცია აუცილებლად შობს მერე დაბალ ფასებს. რატომ ჩვენ გვაქვს სხვა მაგალითი, ეს მსხვილი ბიზნესმენები რატო გვაქვს კარტელური შეთანხმებები და ფასები იზრდება. გეტყვი, აი მაგაზე არის ძალიან მარტივი პასუხი. ისინი ამბობენ, რომ ნორმალურ თავისუფალ ბაზარში აუცილებლად აი ჩვენ ხო ვართ რაღაც აი დავუშვათ რაღაც 2 მილიარდია საქართველოში ბაზარი და ამ 2 მილიარდის 95%-ს 4 კაცი ვაკონტროლებთ რა. მაგრამ თავისუფალ ბაზარში აუცილებლად გამოჩნდებოდა ვიღაცა ჯემალი, რომელსაც უბრალოდ თავიდან ერთი ცალი დახლი აქვს. და ის გაყიდიდა კარტოფილს 80 თეთრად და ის ჩვენ ჩაგვძირავდა. მე უბრალოდ პრობლემა რაში არის? ნახე, აი ჩვენ თუ ვაკონტროლებთ თელ ბაზარს და ვიღაცა ჯემალი არის, რომელიც ნერვებს გვიშლის რა. პრაქტიკაში რატომ ყოველთვის ხდება ხოლმე, რომ მე ჩვენ მივალთ მთავრობას ვეთქვით, რომ ბიჭო ეს რაღაცა ფულის კეთებაში ხელს გვიშლის და იმასთან შევა. ფინანსური პოლიცია ჩვენთან კი არ შემოყავს. ფინანსური პოლიცია შევა იმასთან. არც დაჭირდება ფინანსური პოლიცია იმასთან შესვლა, იმიტომ რომ ის უბრალოდ იმდენად
ძალიან გაიწურება ამ რესურსები არ რესურსები არ ეყოფა იმას, რა ვიცი, რაღაც პროდუქტი ვერ მოასწრებს მოტანს, რაღაცა ცოტა უხარისხო ექნება, რაღაცას ვერ გაწვდება, ვიღაცა ნისიაც წაიღებს და ვერ დაუბრუნებს და გაუჩნდება. ამ მილიონერს ექნება ყველა. კიდე ერთი კარგი მექანიზმი რაც მუშაობს, არის შემდეგი. დავუშვათ 4 ტიპი ვართ და ბაზრის 90%-ს ვაკონტროლებ და ვიღაც ტიპი შემოვიდა და ჩვენზე უკეთეს რაღაცას ყიდეს, ჩვენზე იაფად. მაგდროს ვაკეთებ შემდეგ რაღაც ჩვენ 4 ტიპი მოვილაპარაკებთ, მაგას ქვია დემპინგი, ანუ ფასების ხელოვნური ვარდნა და ვიტყვით რომ მოდი რა, ცოტა ხანი წაგებაზე გავყიდოთ ეგ პროდუქტი. და ჩვენ რახან დიდი ფინანსები გვაქვს, ნუ რაღაც ერთი 6 თვე გავყიდით რა მაგ პროდუქტ წაგებაზე, ოღონდ იმდენად დაუგდებთ ფას, რომ ეს ტიპი, რომელიც პატიოსნად დაბალ ფასად ყიდდა, გაკოტრდება და მე ავწევთ ისე ფასს. ნახე, კიდე ერთი არგუმენტი თქვა თავისუფალი ბაზრის მეხოთბეებს აქვთ ის, რომ არა შეიძლება ნუ გაჭირვებულმა თქვა, რა ვიცი, ჩვეულებრივ მოვაჭრემ ვერ გაუკაჩოს ის სუპერმარკეტს, მაგრამ ყოველთვის შემოვლენა ხო არის ღია ბაზარია და ყველას უნდა აი რაღაცა ნამცხვრის წილი თავისთან წაიღოს და ამიტომ სხვა მდიდრებით შემოვა. გერმანელი შემოვა, გერმანელი, ფრანგი შემოვა და ესენი ერთმანეთს ფასების დაწევით შეეჯიბრებიან, ასე დაიწყება ფასები. ეს არის მეორე არგუმენტი, ალბათ ყველაზე გავრცელებული და მე ამ არგუმენტის გაბათილება შემიძლია, არ ვიცი, აი მარცხენა ხელის ნეკათით ის ერთი მოძრაობით ურავი, აი ვიდეო მინდა. მარცხენა ხელის არა, მარჯვენა ხელის. მარჯვენა ხელის იმაში ვაკინოშიოა. აი რეფერენს გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ვიდეო მინდა, შეხო მოიყვანე მაგათი. ჩვენ 4 მოვილაპარაკებთ. ხო. და კაი ურთიერთობა რო გვაქვს ერთმანეთში დავალაგებთ ფასებს. ეგ ეს არ არის საჭირო კაცო. უფრო მარტივად ლაგდება სიტუაცია. აი უბრალოდ შევიდნენ ერთ-ერთი მსხვილი მარკეტების ქსელის ოფისში და თურმე რანაირი ოფისია, თურმე ვინ არის ეს მარკეტი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით Daily ჯგუფის ჰოლდინგში შემავალ კომპანიების სათაო ოფისებთან. ახლა ასეთ გამოიყურება ოფისების მიმდებარე ტერიტორია. Daily ჯგუფი აერთიანებს რამდენიმე სავაჭრო მაღაზიას, ქსელურ მარკეტს, ეს არის Spari, Daily, კალათა, მაგნიტი, იოლი. სწორედ ამ ქსელური მარკეტების სათაო ოფისებში შესული არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დილიდან და მთავარი მოთხოვნა მათი არის სწორედ ფინანსური დოკუმენტაცია და არა მხოლოდ ეს. მე რა კი ყველა ერთია, ის კი არა მოვილაპარაკებთ. ანუ ერთია და მიდი დაუსვი რა, იმას ეს დაარქვი, აქ ის დაარქვი და კონკურენციაც ვაჩვენო. აი მე ხარ რაზე ვფიქრობ, იცი რომ მოლაპარაკებას აი მაგად გარდა რა მარკეტები არის კიდე? მაგათ გარდა არის აგროჰაბი თუ არ ვწდები. სადაც ასევე შევიდნენ. ყველგან შევიდნენ ფრესკოა კიდე და ეგ არის. ანუ Daily ჯგუფის არის ძირითადი. ანუ ესენი არის Daily ჯგუფის, არის კიდე Carrefour-ი. ხო, ზღაპარია კიდე. ის მე მგონი ამაში ზღაპარი ეგ შეჭამს. ეგ არის. ო და ანუ რაღაცა ანუ როგორ არის ისი 3 თუ 4-ია? 3-ია, ის 3 მერე აერთიანებს ყველა სხვას. რამე პატარა თუ დარჩა. აი უბრალოდ ერთი ჯიხური რო მაგის გარდა. პატარა რა. ლეილა დეიდა სადღაც კუთხეში პატარა მარკეტი რო აქვს, მაგასაც იყიდიან. მაგასაც იყიდიან. და ანუ რა კიდე რა არის ასახსნელი და აქ ეხა სინამდვილეში რა მაგაზე პასუხი გითხრა? ეგ არის კრონი კაპიტალიზმი. ხო, ეგ პროსტა კაპიტალიზმი, ეგ კრონი კაპიტალიზმი კი არ არის, აი მაგათ უყვართ ხოლმე ეგ ტერმინის, მაგრამ ნახე, ეგ კრონი კაპიტალიზმი კი არა, ეგ პროსტა კაპიტალიზმი არის, აი ყოველგვარი დანამატების გარდა. კაპიტალიზმი მუშაობს ეგრე, ბაზარში ძირითადი მოთამაშეები ნელ-ნელა მსხვილდებიან და ადრე თუ გვიან მიდიხარ მონოპოლიებამდე. ხო და ეხა ხელგან ჩვენ რა გვაქვს სათქმელი ეხლა აი რა არის ამაზე საზოგადოებას რა პოზიცია უნდა ქონდეს ეგეც ვთქვათ. რა თქმა უნდა ის კითხვა ძალიან მწვავედ დგას და უნდა იდგას რომ სად იყავით 13 წელი თუ ასეთი რაღაც ხდება რა თქმა უნდა რატო არ იმოქმედეთ პასუხისმგებლობა იმაზე რომ 13 წელი ძალიან მაღალ ფასებში ჩაახრჩეს საზოგადოება ეგ პასუხისმგებლობა ძიმედ უნდა აწვებოდეთ ოღონდ ამის გარდა ამის იქით ეხლა რაც ხდება თუ რეალური მოქმედებები გეგმება ეგ არის ძალიან კარგი ეხლა რასაც ხედავთ ამ მარკეტების შესრულებით იმდენად ამაზრზენი და ამორალურია რომ რავი დედა უტირეთ
ოღონდ ეს ფასები გაასწორეთ. მოთხოვნა მანამდე სად იყავით, უნდა იდგეს და იდგება, ოღონდ აწი თუ გააკეთებთ საქმეს, იბატონო ხალხი, უნდა მიესალმოს ამას, ოღონდ აქ უნდა იყოს ხალხი კარგი გაგებით ჩასაფრებული. იმიტომ რომ არსებობს შანსი და ამის გამოცდილება გვაქვს, მაგალითად ღარიბაშვილმა 2 წლის წინ ილაპარაკა წამლების ფასებს შევამცირებთ და არ შემცირდა. არსებობს ეს გამოცდილება, რომ ილაპარაკეს, ქულები ჩაიწერეს და მე არაფერი არ შეცვალეს, იგივე წამლებზე იყო, სხვათა შორის პროდუქტებზე იყო, სხვათა შორის თუ გახსოვთ სუროგაციაზეც ილაპარაკა მაშინ. ღარიბაშვილმა ილაპარაკა სუროგაციის აკრძალვაზე და როგორც ლაპარაკი დარჩა, ეგ იყო მაგის მაგალითი, ხო? ამიტომ კარგი გაგებით ჩასაფრებულები უნდა ვიყოთ, უნდა ვამოწმოთ ფასები მცირდება თუ არა და თუ მართლა შეამცირეს და დედა უტირეს ამათ, ამ მონოპოლისტებს ძალიან მაგარი საქმე იქნება. აგერ პრემიერმა კიდე ერთხელ აგერ სხვათა შორის აგროჰაბის დამფუძნებელმა თქვა ფასს წარმოქმნა რომ მაღალია, ამაზე რა თქმა უნდა თანხმდებით, შესაძლებელია ფასების დარეგულირება. მე თქვი კაი ხალხოს ადიყავით და გამდე თუ შენია მაღაზია ამბობს რა. აი მაღაზიის მესაკუთრე რომ ამას ამბობს. აი მან ხო ჯერ პროსტა ლოგიკურ კითხვა უნდა დაისვას, რომ აი რატო არ იმუშავა ბაზრის უხილავმა ხელმა? ანუ ფასს წარმოქმნა მაღალია, ამაზე თანხმდებით, ანუ მაგას ეჭქვეშ არ აყენებენ. და შესაძლებელია ფასების დარეგულირება. ანუ შემცირება შესაძლებელია, მაგას აი იმ რაღაცა ჯადოსნურმა მექანიზმმა რატო არ იმუშავა? ეგ ერთი. ეგ რატო არ იმუშავა? ეგ ერთი კითხვა. მეორე კითხვა არის, აი არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მაგალითად სტალინი ევასებთ, ხო? კითხვა მდგომარეობს შემდეგში. აი სტალინი რო ევასებთ, ხო უფრო გასაგები ხდება, აი ვიღაცა რო გამოვა სუპერმარკეტების ქსელის მეპატრონეა, იძახის რომ ხო ფასები მაღალია და შეიძლება დაწევა, როცა გამოძიება დაიწყო მაგის მერე იძახის და მანამდე ხალხს სახში საჭმელი ვერ მიქონდა და ანუ აი რა ვიცი ახლა ხო გასაგები ხდება იმ ხალხის პოზიცია 37 წლის ლოგიკას სხვანაირი ელფერი ეძლევა. ხო, მაგრამ ნუ მოდი ერთი რაღაცა დავამატოთ კიდე რომ ეს საუბარი საჭიროა რომ დაიყვანოს კონკრეტულ ციფრამდე. რახან ეკონომიკის გარშემო არის ლაპარაკი. მოდი ვთქვათ კონკრეტული ციფრი, რომელიც გააჟღერა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საშუალოდ, ნუ ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, ერთ პროდუქტზე მეტი ემატება, მეორეზე ნაკლები, მაგრამ საქართველოში აი საზღვარზე რო შემოვიდა რაღაცა, იმას დაახლოებით 86% ფასნავა, ანუ ფაქტიურად ფასი ორმაგდება რა, ეხლა შეიძლება იქ რაღაცა ოდნავ პროცენტი აქეთ პროცენტი იქით ეგ ეკონომისტისთვის უფრო იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენთვის ჩვეულებრივი მომხარებლისთვის მუშურ გლეხურად რაღაცა თუ ღირდა ლარი რო გადმოკვეთა საზღვარი და გამბაჟდა ამ დისტრიბუციის და ქსელური ასე ვთქვათ იმის ამბავში 2 ლარი ხდება უხეშად. ეხლა ეს არის რასთანაც მოგვიწევს მუშაობა, იმიტომ რომ მთავრობასთან დავუშვათ ხალხსაც და ოპოზიციურ ძალებსაც, რომელსაც ამაზე მუშაობა მოუწევთ, ექნებათ ეგეთი რაღაცა, რომ თქვენ რაც თქვით, ანუ მთავრობამ რაც თქვა, მაგითი ვიმსჯელოთ. თქვენ ხო ამბობთ, რომ ფაქტიურად რაღაცა შემოდის, იმის ფასი ორმაგდება. მოლოდინი გვექნება და მე მგონი ნორმალური მოლოდინია, რომ ნუ ეგ ხა რაღაც ანუ ფასი რაც ღირს ეხა ძირითადი პროდუქტები. მაგას თუ აქ ან რაც ღირს იმის ნახევარი თუ ამათი ფასნამატი, ანუ კაი ეხა წაგებაზე არავინ არ იმუშავებს და არც ნუზე, ხო? აი ესე იგი მეოთხედით მაინც რომ ფასები არ შემცირდეს, ლოგიკური აღარ არის. ანუ თუ მთელი ეს სისტემა ისე მუშაობს, რომ რაღაცა ლარი ღირდა და შენამდე 2 ლარად მოაქვთ და მთავრობის ამოცანა არის, რომ ეს ყველაფერი ადამიანურ რაღაცა ლოგიკამდე დაიყვანოს, ნუ გასაგებია, რომ ის დისტრიბუციაც და სუპერმარკეტებიც ხა იმაზე არ იმუშავებენ, რაღაცა მაგათაც ფული უნდა იშოვონ, მაგრამ ნუ მეოთხედი ფასის ვარდნა, ანუ 2 ლარი 3 ლარი, 4 ლარი, 5 ლარი, 6 ლარი, 7 ლარი, 8 ლარი, 9 ლარი, 10 ლარი, 11 ლარი, 12 ლარი, 13 ლარი, 14 ლარი, 15 ლარი, 16 ლარი, 17 ლარი, 18 ლარი, 19 ლარი, 20 ლარი, 21 ლარი, 22 ლარი, 23 ლარი, 24 ლარი, 25 ლარი, 26 ლარი, 27 ლარი, 28 ლარი, 29 ლარი, 30 ლარი, 31 ლარი, 32 ლარი, 33 ლარი, 34 ლარი, 35 ლარი, 36 ლარი, 37 ლარი, 38 ლარი, 39 ლარი, 40 ლარი, 41 ლარი, 42 ლარი, 43 ლარი, 44 ლარი, 45 ლარი, 46 ლარი, 47 ლარი, 48 ლარი, 49 ლარი, 50 ლარი, 51 ლარი, 52 ლარი, 53 ლარი, 54 ლარი, 55 ლარი, 56 ლარი, 57 ლარი, 58 ლარი, 59 ლარი, 60 ლარი, 61
ლოგიკური გამო. კი, უბრალოდ მან ეგრე მინიმუმ, ეს ეგრე 86%-იც რამდენად მართლა 86%-ია რეალური მატება და არა მეტი. ეგეც არ ვიცით, იქიდან გამომდინარე, რომ ნუ არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა ისეთ ფორმულირებამდე დავიდეს თვითონ თავრობა და თქვა ბიზნესთან ლაპარაკში. რომ აი მოდი რა, არც თქვენი, არც ჩვენი რაღაც შუალედური ავიღოთ, იმიტომ რომ თვითონ პრემიერმა რაც თქვა, მაგალითად კონკრეტული სახეობის ბრინჯი, რომელიც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში კონკრეტულ ქსელში ღირს 4 ლარზე ნაკლები, ზუსტად იგივე პროდუქტი საქართველოში იგივე ქსელში ღირს თითქმის 11 ლარი. ანუ ეს 86% რაც თქვა მთავრობამ თუ ვენდობით. ნუ ფაქტურად თითქმის 3-ჯერ მეტია. ხო, ეს 86%-იც არის თუ ვენდობით ამ პროცენტსაც ჯამურად აი ყველა იმაში სახეობის პროდუქტების საშუალო სტატისტიკა. საშუალო ვერსიაო. ეგეც არ ვიცით რამდენი სანდოა, შეიძლება მეტი იყოს და გვატყობდი, მაგრამ ეგ არის საშუალო. ზოგ პროდუქტზე არის ბევრად მეტი, 3-ჯერ მეტი ღირს ფასი, ანუ 4 ლარად რაღაც იყიდება და აქ ღირს 11 ლარი. აქედან გამომდინარე თლად ისე კი არ არის, მოლდინი ის კი არ უნდა იყოს უბრალოდ რო აი რაღაცა 11 ლარიდან დაიკლო, არ ვიცი, ლარი. 7 ლარა. მაგრამ მეტის და მე სხვა ეჭვი რო გამოთქვა, გონივრული ეჭვი რო გამოთქვა ცოტა სხვა მიმართულებით, მე მგონია რომ ხდება. აბა. მე საერთოდ არა მაქვს მოლოდინი რომ ფასები დაიკლებს. მე მგონია რომ როგორც მთავრობაში თანამდებობებზე ვიღაცა პირების მოხსნა და ის ხდება, რა ქვია, ფულის ჩამორთმევები და ფული მიატანინეს და გამოუშვეს რეჟიმები, მე მგონი ბიზნესშიც ეგ ხდება. ქვეყნების ლიდერები ისინი მოხსნიან უბრალოდ და ფასები. მე მგონია რომ რაღაცა საერთოდ ბიზნესი და მთავრობა ხო გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. და რაღაცა კონკრეტული პერიოდის მერე სხვა ადამიანები მოვიდნენ მთავრობაში და ეხლა სხვა ადამიანები მოდიან ბიზნესშიც. ეგეთი სხვა პირობებზე გადალაგება. ან სხვა პირობებზე ან იგივე ბიზნესმენებს უხსნიან, რომ სხვანაირად უნდა იმუშაოს. ხო, ანუ რაც ლოგიკურია. ხო, ანუ რატო სხვა სალაროში უნდა მე ძალიან გადაემისამართდეს. მე ძალიან მინდა რომ ჯეროდეს იმის რომ ზოგადად თავრობაშიც თანამდებობის პირებსაც იმიტომ აკავებენ რომ რაღაც კორუფციას ებრძვიან. ძალიან მინდა მჯეროდეს რომ ახლა ბიზნესშიც ფასების დაწერა რაღაცას რუნავს თავრობა, მაგრამ არ არის ეგ დამაჯერებელი. იქიდან გამომდინარე რომ მასეთ მიდგომას მაშინ სხვა მთელ რიგ საკითხებშიც უნდა ვლინდებოდეს, ხო? ეგ ხო არ უნდა იყოს ისეთი რაღაცა, რომ აი მარტო რაღაცა ერთი განცხადთან მით უმეტესად ჯერ არაფერი გაკეთებულობოდ განცხადება, რაც ადრეს ხშირად მოგვისმენია. განცხადების დონე. ხო, ანუ მე მგონია მე ასეთი გონივრული ეჭვი მაქვს, რომ საქართველო არის ასეთი ქვეყანა, მთავრობას და ბიზნესებს ინაწილებენ ხოლმე და ამ გადანაწილებაში გამოიყენება ხოლმე სუსი მაგალითად. ნახე, რასაც შენ აყალიბებ, ეგ მაღალი ალბათობის დაშვება არის, მაგრამ მე მინდა ეგეთი წინადადება შემოვიტანო. ეგება რაღაც სასწაული მოხდა და ამ ჩვენ მთავრობას მართლა უნდა ფასების დაწყება. აი, მაგალითად, ქართული ოცნების ვიღაც მხარდამჭერი რო ვიყო, შემოვარდებოდი ხა ჩატში და დავწერდი რომ თქვენ დაუნახავებო, აგერ ფასების დაწევა უნდათ და რატო არ უჭერთ ხარ? დაუნახავები არა ვართ, რო დავინახავ, რო დაიწყო. ვიტყვი რომ დაიწია. აი, რო დავინახავ პირველი ჩვენ ვიქნებით რო ვიტყვით, მაგრამ მე მაგას კიდე ზემოდან დავამატებ. საერთოდ რო გაჟღერდა ეგ თემა მაგასაც უკიდურესი ენთუზიაზმით ხვდებით, რო დაფიქსირდა, რომ თურმე ორჯერ ძვირი ღირს საქართველოში პროდუქტი, ვიდრე შემოდის. პოზიტიურად ხვდებით, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ეგ უბრალოდ მონოპოლიებია და მთავრობასთან მიკრული მონოპოლიები და თუ რამე გაკეთდება მაგ ამბავში,
აი ჩვენი სრული ხარდაჭერა და მივესალმებით, აში სრული. და რა ვიცი ოვაციები მთავრობას ეგეთი მიდგომა გვექნება და შოთამ ძალიან სწორად თქვა. ჩვენ იმდენად მოგწონს ეგ ინიციატივა, რომ ეს დიდი მონოპოლიები მთავრობამ ცოტა პარადოქსში მოიყვანოს, რომ ჩვენ ესეთი რეგულარული იმის დაჟინებით დაუბრუნდებით ხოლმე ამ თემას და თუ მთავრობა მართლა აპირებს ამის მოგვარებას, აი ეს დაჟინებით გადავამოწმებთ და შევაქებთ ხოლმე მთავრობას კიდევ და კიდევ და თუ მთავრობა ისე გადაგდებას აპირებს, ну მაშინ ვიტყვით, რომ თლად კარგად არ ყოფილა.